ერთი მეგრელი გველოდება ახლა მიკროფონით ხელში. ამ გონჯგერია სალოცი ამბებით. არც მეტი და არც ნაკლები ბავშვი შეეძინა და უი რას ლაპარაკობ? დამანგო გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდ მადლობას გიხდით ჩემი სიხარულის გაზიარებისთვის. მეც გილოცავ ნანიკო დაბადების დღეს და გისურვებ ყოველივე საუკეთესოს. მოკლედ დაიბადა ტაისია და ჩვენს ოჯახში ნამდვილად დიდი ხალისია და ვუსურებ მთელს საქართველოს და მთელს სამყაროს ამ დიდ სიხარულს. ჩემო მეგობრებო, მე ახლა ვიმყოფები ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, სადაც ახლა თქვენ ხედავთ რომ მიმდინარეობს რეპეტიცია და ძალიან კარგი რამ ხდება თვის ბოლოს რასთან დაკავშირებითაც ქალბატონი მარიამ ჯახუტაშვილის საოპერო დასის ხელმძღვანელი გაგვესაუბრება და გეგმების შესახებაც გაგვანდობს საიდუმლოს. მოგესალმებით ქალბატონო მარიამ, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და აბა რა ხდება თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ. ეხლა მიდის რეპეტიცია მასკანის სოფლის ღირსებაზე, ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლია ჩვენი და სავიზიტო ბარად შემიძლია ვთქვა, შემდეგ დაემატა ლელა ლაღიძის 30-ში გვაქვს პირველი ჩავთვალოთ რომ პრემიერა, იმიტომ რომ დიდი ხანია არ გავსულა. ორი სპექტაკლი იქნება და მეორე იქნება პირველში. ასრულებენ საუკეთესო სოლისტები, საოპერო სოლისტები, მონაწილეობას ღებულობს კაპელა და სიმფონიური ორკესტრი. დადგმარი ბატონი გიორგი თავაძის. აი ძალიან მიყვარს ეს დადგმა და რაც მთავარია თვითონ სოლისტებს აქვს ნამდვილი საოპერო ხმები და ბათუმის მაყურებელს ელოდება ძალიან საინტერესო და კარგი სპექტაკლი. მე მინდა ნანუკასაც მიულოცე დაბადების დღეს, ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა, თითქმის სულ უყურებ და დიდი მადლობა ყურადღებისთვის რომ დაინტერესდით ჩვენი დასით. გაიხარეთ ქალბატონო მარიამ, ძალიან დიდი მადლობა, გისურვებთ წარმატებას. ჩემთან ერთად ასევე იმყოფება დამდგმელი რეჟისორი ბატონი გიორგი თავაძე, რომელიც ახლა ჩვენთან ერთად მოვა. გამარჯობა ბატონო გიორგი, მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მინდა მოგილოცო კიდევ ერთხელ ქალიშვილის დაბადება. გაიხარეთ, დიდი მადლობა. ბატონო გიორგი, დიდი ხანია რაც ეს დადგმა არსებობს. იცვლება შემადგენლობები, გადის დრო, მაგრამ მაინც ცოცხალია და მაყურებლისთვის ესე ვთქვათ მოსაწონი და საინტერესო. თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი, როდის იქნება პრემიერა და რა მოლოდინი გაქვთ თუ შეიძლება ესეც რომ გითხრათ. ეხლა სწორედ ამას განვიხილავდით, რამდენი ხნის დადგმაა და აღმოჩნდა რომ 17 წლის წინ დავდგით ეს საოპერო დადგმა. ალბათ თავი და თავი ამის პოპულარობის თვითონ ნაწარმოების იდეადეშია. მართლაც ეს მასკანის ეს ოპერა შედევრია საოპერო ხელოვნების და ის არის ისეთ ადამიანურ გზნობებზე, სიყვარულზე, ბნებებზე, ღალატზე, ღირსებაზე, რომელიც მარადიულია ჩვენი საზოგადოებისათვის. ეს არის ერთგვარი ლოცვა, მე ვიტყოდი, აი ამ მარადიულ გზნობებზე და სწორედ ეს თემები არის, რაც ალბათ პოპულარულს ხდის ამ სპექტაკლს. გარდა ამისა, ძალიან ამ წლების განმავლობაში იცვლებოდა შემსრულებლები და ყველა საოცრად მაღალი დონის მომღერლები იყვნენ. ესეც განაპირობებს, რა თქმა უნდა, პოპულარობას. მოკლედ ჩვენ 30-ში და 1 ნოემბერს, 30 ოქტომბერს გვაქვს განახლებული ვერსია ამ დადგმის და ველოდებით მაყურებელს რომ მოვიდეს ამ დადგმაზე. გაიხარეთ ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით და გისურვებთ უამრავ წარმატებას და წინსვლას და ყოველივე საუკეთესოს. გაიხარეთ, დიდი მადლობა. მეგობრებო, მოკლედ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემი სიხარული გააზიარა და ერთ-ერთი მიზეზი რომ დრო არ მაქვს ის არის რომ ბათუმის დრამატული თეატრიდანაც ვართ დაკავებული ამ არაჩვეულებრივ ხალხთან ერთად რამდენიმე ახალგაზრდა და აი ამის გამო, დროის უქოლობის გამო ყველას ისე ვერ მომეფერე, როგორც მინდოდა და როგორც საჭირო იყო. ყველას დიდ მადლობას გიხდით და ნანიკო ხაზარაძისთვის გვაქვს ერთი პატარა სიურპრიზი. სანამ სიურპრიზზე გადავალ, ჩემს სოლს, ჩემს დედას, ჩემს ახლობებს, ყველას დიდი მადლობა. მიყვარხართ ყველანი ძალიან და ახლა კი ამ არაჩვეულებრივ გოგონებთან ერთად ნანიკო ხაზარაძეს პატარა საჩუქარს გაუკეთებთ. გოგონებო, თუ შეიძლება ნანიკოს საჩუქარი
აბა დავიწყოთ თუ შეიძლება. დანიკო, გილოცავთ, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. მადლობა, დიდი. მადლობა. ძალიან. აი მეც მართლა ცუდად გავხდი. ცოტა ხმა ავწიეთ, რო უფრო ვიგრძნო. მართლა ცუდად. ხალხო, კაპელა მილოცავს დაბადების დღეს. გაიხარეთ! არც ნაკლები, გილოცავთ დიდი და სულ მადლობა. ვისალოცავთ ქონოდეს მართლა დიდი საქმე. მადლობა. კოსტიც ძალიან დიდი დაგეფერებით. მადლობა, ტამანკო. მომავალ შეხვედრამდე.